ალბათ განაპირობებს ინტერვიუები ამა თუ იმ ადამიანის პოპულარობას თუ აი როგორ მიიღებს ხალხი და ასე შემდეგ. თავი არის გულწრფელობა, ადამიანობა და პროფესიონალიზმი ხა უიცოდე თემა, რაზეც მიდიხარ და რა უნდა კითხო. რა თქმა უნდა, ყველაფერი ისე არ გამოდის, როგორც შეგინდა, ამ ცხოვრებაში ზოგადად და ფოტოჟურნალისტიკასიც იყო ინტერვიუ, რომელიც არ გამომივიდა. არაფერი არ დამჭა აქედან. აი მარტო ერთი ფოტო მაქვს, რაღაც ისე ჩუმად გავიმალე და იქ შორიდან გადავაღებინე, რომ მე უკან ჩანო. მე ვარ თუ არა, გინდა შენი ყავი, გინდა შენი ყავი, გინდა შეგინდა იყავით, მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ მე ვიცი რომ მე ვიყავ. ახლა ვისაუბროთ ერთად უმნიშვნელოვანეს ნაწილზე ჟურნალისტიკის ინტერვიუზე. ადამიანთან ხარ ერთ-ერთზე, რაღაცა პირადი საუბარი არის, თუ ეხა შენი დამოკიდებულებაა ესეთი. თუ ფორმალური არ არის, უბრალოდ რაღაც ათქვენა და წამოხვი. მე ვიძახი ცელ ინტერვიუებზე და არა ეხა 2 წამის სიკვდილს ჩაწერო აქ ლოკომოტივზე ეს კამერა შეიღება რა, რომელიც აღებავით, ეს ეთქვეს ამითი და მორჩა. არა, ეს არა. აი საუბარი ადამიანთან რომლის ხშირად ხდება ისე რომ აი გაგიგიათ ალბათ და მე შევხედრია ესეთი ამბები რომ აი ჩაკეტილია, ბევრს არ საუბრობს და ასე შემდეგ. მეც ქონია ეს ადამიანთან შეხება, მაგრამ თავს არ ვიქებ, მაგრამ ვიტყვი რომ გამიხსნია, იმიტომ რომ რაღაცა უნარი მაქვს, რაღაცა აი თემა დამიჭერია ისეთი რომ ვიტყვი რომ გააცინებ, ხო იცი და მე რო კითხავ და კითხავ, მაგრამ მე ყოველთვის ვერიდები პირად საკითხებზე საუბარს. ეხლა ეს სხვა არის და ამ თემებზე არ ვესაუბრები არასოდეს, რაც არ უნდა სკანდალური თემა იყოს. ამისთვის სხვა ტიპის ჟურნალისტები არსებობენ რა, ანუ ვისაც ეს შეუძლია თავისუფლად და ასე შემდეგ. ნუ ყოფილა ეხლა ისეთი ინტერვიუები პირდაპირ ეთერში, რომელიც გახსენება არ მინდა. იყო რთული, დაპირისპირებული მხარეები იჯდნენ, იყო არჩევნები კანადურის ფედერაციის ერთი სამყაროდან, ერთად მოდიოდა ეს ხალხი და იყო ძალიან ცუდი, აი ესეთი ცუდი საუბარი იყო, გვაროსახელებს არ ვასახელებ და თუ იმას დაინტერესებს დაგუგლებ. და აი რეიტინგი დადოს ზღაპრული. მაგრამ მე არ მიღირდა რა, აი პირდაპირ ვამბობ, იმიტომ რომ ჩემი სამყარო იყო, მეც კალათბურთში ვიყავი მთელი ჩემი ცხოვრება და ვერ შევეგუე ამ თემას, თუმცა კითხვებს ვავდი, უკვე სიტუაციიდან გამომდინარე, ამის გაწევ-გამოწევა დაიწყო. ანუ სტუდიაში თან ისეთი ხალხი იყო, იმ გაწევ-გამოწევაში მე დავზარალდებოდი, ყველა ვარიანტში ხელები. ხო და ეს არ მომეწონა. აი და რა უნდა მექნა, არ ვიცოდი, მაგრამ ავად თუ კარგად ეს ინტერვიუ ბოლომდე ჩავიყვანე. ამას მოყვა გამოხმაურება ჩემთან პირადი ზარებით, რა ჩვენ უკვე ვიცით ვინ რა არის, გამოჩნდა რა, ანუ გაიხსნა ეს ხალხი თვითონ, მე არაფერი არ გამიკეთებია. მე უბრალოდ თემა ამწოდა, იმისთვის ხავდა მოყვანილი, ერთიან აზრამდე მისულიყო და ეს სამყარო არ გახლეჩილი იყო, რაღაცა და ესე რა, მოკლედ ესეთი ამბავი იყო. კიდე მე ჩაწერილი მყავს ნაკრების ფეხბურთელები, აი ეს ერთ-ერთზე სულ ახლახან ესპანეთთან თამაშის წინ და რა ვიცი ხო იცი ეხა როგორ არის ეხა რომ მიხვალ იქ და ამათან ხარ სასტუმროში და რაღაცა და იძაბებიან ესენი მაინც და ხო იცი და აი რა წეხის ქვეშ არიან ხო ნებისმიერ შემთხვევაში და ნუ მე ეხა ყველას გადაკოსტით რა არაფერი რა არც ტელეფონი მაქვს არაფერი აი ესე ვიდავდიალობდი ჩვეულებრივად თვითონ ეს ნაკრების ფეხბურთელი ვიყავი ძალიან კარგად ვილაპარაკეთ რაღაცა და უკვე რომ დავწხედით აი ესე ერთ-ერთზე კამერა ჩართული ისე გაიხსნა ეს ხალხი, ამას ნახავს მაყურებელი, ცოტა მოგვიანებით წლის ბოლოს. ისე გაიხსნა, ვილის ლამისრემლები წამოვიდა. ანუ იმდენად გულწრფელები გახდნენ, სანიოლიკი, ტეიშვილი, კოსკივი, ვინც არიან, მოკლედ ეს ბიჭები ვისთანაც ვისაუბრე, ყველა გაიხსნა და იქ მერე უკვე დამოკიდებული ვარ. ისინი შემოდიოდნენ იმ აზრით, რომ აი 3 წუთში მორჩები წავალ რა. რომ ვალი მოიხადო და ჩვენც ეგ გვაწყობს, რომ 3 წუთიც რო კონდეს მაგარია რა, არა მამარდა რაღაც. მაგრამ ისე წავიდა საუბარი ძალიან გვიან დავამთავრეთ ყველასთან ბევრი ვისაუბრე და ძალიან ემოციური გამოვიდა კაჟია მე კარიერის დასრულებაზე ისაუბრა ანუ რაღაცა იმებში გადავიდნენ სენტიმენტებში ამბებში და ეს არის ალბათ ერთ-ერთი მთავარი მიღწევა ჟურნალისტის რომ აი ესე მიუდგეს რა და იმას უნდა ჟეროდეს შენი ის უნდა იყოს დარწმუნებული რომ შენ რაღაც უდრის ყვაკი აღამწამოს და შენ არ ახარ ჩაგირკიტებული. ანუ შენ კი არ უნდა ათქმევინო, შენ რაც გინდა და იქამდე კი არ უნდა მიიყვანო. თვითონ რაც უნდა, ის უნდა თქვას. ეხლა მე სპორტზე ვლაპარაკობ რა, ეხლა ეს დარჩენ თემები, ჩემი თემა არ არის და კი ვიცით რაც ხდება ზოგადად. ეს მიკროფონი გახდა რაღაცა დომოკლეს მახვილი, რომ რაღაცა შეიძლება გაგაპო შუაზე და დანაციფთხილი არის საჭირო. აი ეს არის ალბათ ყველაზე მთავარი მომენტი. რა თქმა უნდა, ყველაფერი ისე არ გამოდის, როგორც შეგინდა, ამ ცხოვრებაში ზოგადადაც ფოტოჟურნალისტიკასიც იყო ინტერვიუ, რომელიც არ გამომივიდა.
არაფერი არ დამჭა მაქედან. აი მართლა ერთი ფოტო მაქვს რაღაც ისე ჩუმად გავიმალე და იქ შორიდან გადავაღებინე რომ მე უკან ჩანვა. მე ვარ თუ არა, გინდა შენი ყავი, გინდა შენი ყავი, გინდა შენი ყავის მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ მე ვიცი რომ მე ვიყავ. მარადონამ დაიკლო ის ბარიატრიული ოპერაცია გაიკეთა, სულ სხვა ადამიანად გადაიქცა და ზივარ ესე სტადიონზე ვიყურებ უბრალოდ ათვალიერებ რა ხდება ჩემი ადგილის ჩართვისა შორიდან უყურებ და ესე შემოსასვლელი ტრიბუნის შემოსასვლელები როა რაღაცა ჩოჩქოლი ხმა გავიგონე გავიხედე ეს არის რა მარადონა 4 ტიპი გვერდზე მოყვება ესე კი მივხვდი ხამასთან მისვლი არ მიმიშევს მივედი აი არ მაინტერესებდა ეს თო მეთქი ავად წავეხუტო და ახო მე ეს ტიპი გავედე გადიო კაი გავედი ეხლა მე ის გადი ეგრე სად არის რა დაურეკე ოპერატორს ჩარა ამოდი მამუკა იყო ჯინჭარა ამოდი ჩარა მარადონა მეთქი ემან რა მოწიე რაღაცე მეძახ ამოდი ბიჭო მეოთხარი გვერდზე მიდივას მარადონა ჩართული კამერით ამოდი მეთქი გარეთ იღებდა სტადიონის სიტუაციას ამოვარ და ჩართული კამერით კადრები გვაქვს რა ანუ შორიდან ნუ ბიჭო მე არ ვეშვები მე ამას რა მეთქი მოდი აქა და უცებ ეს რომ გამოვიდა წყობი და ჩანთა ეჭირა და აიღო და მეთქი ისროლე დიეგო ჩანთა მესროლე თან იღებს ეს ჩემი ოპერატორი ამ ჩანთას რო დაავლევდი ხეს და გავიქცეოდი საერთოდ არ მივიდოდი მე კი არ მოპარავდი გასო დაუბრუნებდი მე მაგრამ ჩანთ არის სროლა ისროლა მაგრამ ის ქონდა თოგზო და გაჩერდა ეს არის და მე ამიტყვა სიცილი მოსაც გაეცინა მე გამოვიდა ვიღაცა ტიპი ბიჯაკში რაღაცა ძალიან ისეთი და მოვიდა და ვინახარო შენო მე ვთხარ საქართველოს ლიგის ფინალი მივყავს რაღაცა კომენტა გასაგებია ეხა აგიხსნიო მოკლედო Sky Sport-თანაა კონტრაქტიო 15-ში რომ მოხვიდეო ამას ფულს აღარ ვიცემ რა მე ვარ ამის ბიძაშვილი ოჯახი თავის ტიპები ყავდა ხა ცხადია ლეგენდა არ მიცემენ ფულსო შენ თუ გადაიხდიო ამ 100,000 თუ რაღაცასო ეხლა მე კი გადავიხდიდი რომ მქონდეს მე მაგაშია საქმე იმათ აქვთო და იმათიაო რა ეგეთია რეალობაო კაი მეთქი მე ტრიალებ მაინც არ მივდივარ ეს ტიპი შეუმხედავს რომელსაც მიგეთებს გადია მე დააჯდა ეს ავიძვერი უკან და იქ დააჯექი და აქენა ეს მამუკა აჩხაკუნეს რაღაც ცუდი აპარატები იყო თან არ გამოვიდა არაფერი არ გამომივიდა რა ფაქტია და აი იმიტომ რომ ამაზე წდება გული იმიტომ რომ აი რო გეკითხე მე ხომ ვისთან ჩაწერდი ინტერვიუს ნუ ერთ-ერთი ეს არის რა ნაღდი აი ეხლა კუსტურიცას ფილმს ხო უყურეთ ჩვენ ყველა და აი რაღაც ეგეთ ინტერვიუს გავაკეთებდი რა ბევრთან სხვათა შორის და რა ვითაც ვამაყობდა რაც გამიკეთებია აი ზაზაფაჩულიასთან მქონდა ძალიან კაი ინტერვიუ ორჯერ აი გულწრფელად მოყვა ყველაფერი რომ აი პოპულარობა ჩხუბებით მეთქი ხო არ მოიპოვე და ეკითხა არავის არ დაუსვასო და კიო რა მე გარნეთს და ვიღაცებს ურტყავდა ტიპი წარმოედგინე ეხლა ჩავიდა საქართველოსთან და მე გადაწყვეტილება მიიღო გახდა NBA-ს ორგზის ჩემპიონი აი ნუ საოცარის გაიარა ამ ბიჭმა რა კიდე მქონდა რა ვიცი მამუკა გორგოძესთან ეს რო არ თქვა არ შეიძლება რომ მამუკას არ უყარს დიდად სიარული მაგრამ მე პატივიცა მოვიდა რა ვიცი ბევრი იყო ესეთი რა ეხლა შიდა უფრო რა ეხლა ესეთ ვარსკვლავებთან ინტერვიუს ჩაწერას უნდა მთელი შეთანხმება მიწერა მოწერა ვიცით ეხლა თქვენს ტელევიზიის სპეციფიკა რთულია არ არის ადვილი მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ ნებისმიერ ადამიანს შეიძლება უპოვო გასაღები თუ ეხა მართლა უძველი და ის არა ეხა შემეიხელი იყო და კინაღამ გამხედა ცემით ეგრეთ ლიბს გამოვასწარი ბიჭო რობერტო კარლოსი ჩამოვიდა ხელი ჩამოვართვის სურათი გადავიღე იქ ზიდანმა გაიარა ხელი ამიწია მეცა უწე მაკმანამან ეს და შეიხელი და დაიღრინა თან მანჩესტერის მეკარე იყო გიждდებოდი ისე მიყვარდა ნუ ერთი წადი არ გინდათ მო ჩემ გვერდზე იჯდა მე კაბინაში და იქ მომესალმა მე იგარი ხარ და ისა მაკმანამა ანელკა კიდე ანელკა იყო აი არ ვიცი რა რეალში თამაშობდა ტიპი და ვარჯიშზე ამათ ეუბნებოდა რომ მე ყველაზე ძვირი ღირ ვარ და რაულზაიმეს ეუბნებოდა და რაულმა უთხრა აქ არიანო ვინც საერთოდ არ იყიდება ფასი არა აქ ეგეთებიო და იმ ორი თამაში მაგრა ითამაშა ბაიერნს გაუტანა ორივე და ამთავრა მაგითი და მაგარ საერთოდ ხელი ამიკრა და მაკმანამანი მოდიოდა ესეთი არის. ანუ ყველა მიცის ეხლა თემა არა ეხლა პროფესიონალური სპორტია გასაგებია შენ გუნდშია და უნდა აიტანო. თამაშობდა კონტრაქტი ქონდა ყველა მაგრამ ამათ არ უყვარდათ არ მოწონდა ცალკე ნომერში ცხოვრობდა. ხო წყვილებში არიან ხოლმე ვიღაცა ცალკე ნომერში ტიპი ცხოვრობდა. ანუ ხო ხტები ხა პასი ეგეთ ტიპს ხო სამსახურია და მიცემ რა გაიგე რო სამთორე ის ეხა უბანში რო თამაშობდი არ მიცემ რა. ესეთი მომენტია. იყო ესეთი მე მაგასაც ინტერვიუება თვლი
არ შემდგარ ინტერვიუებად, რა თქმა უნდა და რა ვიცი, იქ სხვა სამყარო არის რა, ჩემპიონთა ლიგის ფინალებზე რეალურად იქ ადამიანები არიან. პირველ რიგში უნდა იყოს ადამიანი და მერე უნდა იყოს დანარჩენი ყველაფერი. ეს არის ფაქტი რა. აი არიგო საკი მაგალითად ჩაწერილი მაგარი ინტერვიუ. ისეთი მაგარი კაცი აღმოჩნდა, რომ აი არ ვიცი. უკვე მე თვითონ შეწუხდი, რომ მეთქი ზედმეტი ხო არა, კაცო, აი იტალიელი, აი ტიპი მაგარი მსვლელი ხა ვიცი ხო ალბათ და ესე რა ვიცი, ხა ინტერვიუს მომენტი მნიშვნელოვანი არის, კი, მაგდაც ისეთი თემაა. ალბათ განაპირობებს ინტერვიუები ამა თუ იმ სფეროს ამა თუ იმ ადამიანის პოპულარობას თუ აი როგორ მიიღებს ხალხი და ასე შემდეგ. თავი არის გულწრფელობა, ადამიანობა და პროფესიონალიზმი ხა უიცოდე თემა, რაზეც მიდიხარ და რა უნდა კითხო. თუ მოგეწონათ ვიდეო, გამოიწერეთ მედია აკადემიის არხი და რა თქმა უნდა, დალაიქით.